გამარჯობა მეგობრებო, ეს არის ჩვენი რიგით მეორე გადაცემა და დღევანდელი ჩვენი სტუმარია საბა ინასარიძე. გამარჯობა მირიან. მომწონს წამოწყება შენი და მეორე სტუმარი რო ვარ ამ გადაცემაში. იმედია კიდე ძალიან ბევრი და ბევრი კარგი გადაცემები გექნება სხვადასხვა სტუმართან ერთად. ჯერ მაინც ალბათ სატესტოა, ხო? მე ესე გავიგე ხა ეს გადაცემა, რომ სატესტოა შენთან, მაგრამ პირველი გადაცემა ძალიან წარმატებული გამოვიდა. მე როგორც ვიცი და მე როგორც ვნახე ნაწყვეტები, ანუ სრულად არ მინახავს მართალია, მაგრამ ნაწყვეტები რაც ვნახე, ძალიან წარმატებული გამოვიდა. ერთ სული მაქვს, როდის დავიწყებთ ჩაწერას. კარგი, თქვენი აზრით აკმაყოფილებს თუ არა სკოლა ახალგაზრდების მოთხოვნებს? ეს ძალიან ისეთი შეკითხვა, აღარ მას შეკითხვა, ამაზე ვფიქრობთ. მოგე ეხა ეს სკოლაც მაგიტო შეიქმნა ლალიანთიძესთან ერთად, რომ აი სწორად ამ პრობლემას რაღაცნაირად უშუალოდ მაინც დღეს საქართველოში რაც არის. და შენი წარმოდგენით როგორია ჯერ ეგ მაინტერესებს, ხო, ორი სიტყვით რომ მითხრა და მე გეტყვი ახლა სრულად მე რას ვფიქრობ, რამე იდეა და წარმოდგენა ხო არ გაქვს ამასთან დაკავშირებით შენი დაკვირვებით, რას ამჩნევ სკოლაში. შენ მოთხოვნებს თუ აკმაყოფილებს საერთოდ? ზოგადად მე მომწონს, ანუ ძალიან მოწესრიგებული სკოლები ვთქვათ რა, ესე ამ მხრივ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს სისუფთავე, მაგრამ სუფთა იყოს სკოლა და ცუდი სწავლება, მაგას მირჩევნია შედარებით მოწესრიგებელი იყოს, ესე რომ ვთქვათ და კაი სწავლა, მაგრამ მოწესრიგებას დიდი ხანი ვერ დარჩები და ეს არის ჩემი აზრი. ანუ ინფრასტრუქტურა, გარემო, როგორი იქნება ოთახის მოწყობა, კი აი ამ ხრივაც ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს, იმიტომ რომ ფაქტობრივად 90% სკოლებში არანაირი რემონტი არ ჩატარებულა წლებია, ან თავარი ამბავი კიდე რა არის, რომ ყველა სკოლა სადაც გაივლის ერთნაირია, ხო? ვიზუალურად საბჭოთა გადმონაშთი სკოლები, რომელიც არც განახლებულა, არც ვიზუალურად და არც შინაარსობრივად შიგნით. და თავარი პრობლემა რაც არის, ახლა შენ შეამჩნევდი ალბათ, რომ შენ კლასელებში შეიძლება შენთან ერთად, რომ სკოლა როგორ დააკმაყოფილებს ბავშვებს მოთხოვნებს, როცა ბავშვებს სკოლაში წასვლა არ უხარიათ და არ უნდათ. 90% შემთხვევაში, აი 10-დან 9 დღე არ უნდათ ბავშვებს რომ სკოლაში წავიდნენ და ეხლა რა თქმა უნდა ისე ვერ იქნება რომ ყველა სკოლათთვის ყველაფერი მოწონდეს და უხაროდეს სადაც ცხოვრებაში აკეთებენ თუ ეს ბავშვებს, ხო? არა თუ ბავშვებს უფროსებსაც არ შეგვიძლია რომ ყველა დღე რაც გვიხარია ის ვაკეთოთ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ხო მაინც შეიძლება რომ აი სკოლაში რაღაც კარგი აქტივობა ადგეს დაგეგმილი და ბავშვი გახარებული ადგეს და წავიდეს რომელიღაცა მასწავლებლის ან აქტივობის ხათრით, ხო? აი ესეც ძალიან იშვიათად ხდება და ესაა ყველაზე მინიმალური რაც შეიძლება გაკეთდეს, რომ აი რომელიღაცა აქტივობა, რომელიღაცა მასწავლებელმა ისე დაგეგმოს მინიმუმ რა ვიცი თვეში ერთხელ, რომ 20-დან 15 ბავშვს უხაროდეს გაკვეთილზე წასვლა. ხო, მე მგონი არ ვაპირებ ეხლა რომ ძალიან დიდი პრეტენზიები მქონდეს, მე მგონი ძალიან მინიმალური რაღაცა არის, რასაც ვიცახი არა. შეიძლება ვფიქრობ. აი საკვირაო სკოლაში როგორი აქტივობებიც არის ყველაზე მეტად რაც მოგწონებია. იმის მსგავსი ან რაღაცა მიახლოებით მაინც რო ყოფილიყო სკოლაში ოდესმე, ხო გაგიხარდებოდა უფრო ის დღე და გამახსოვდებოდა რა. აი ამაზეა საუბარი, ხო? მეორე შეკითხვა არის ყველაზე გავრცელებული კითხვა ბავშვებისთვის. თქვენი აზრით მიღებულია ან თქვენ მისაღებია თქვენთვის რომ ჩემი ასაკის ბავშვმა იაროს ფსიქოლოგი? შენი ასაკიც რო გამახსენო ზუსტად მაინც? 10. მე 10 წლის. რა თქმა უნდა, არათუ მისაღებია, არამედ სასურველია, ხო? იმიტომ რომ ეხლა მეც ფსიქოლოგთან ვიყავი დაახლოებით რამდენჯერმე მაგ პერიოდში, არაფერი ფსიქოლოგთან წასვლაში არც ის არ არის რაღაც მნიშვნელოვანი და არც განსაკუთრებული, ხო? იმიტომ რომ შეიძლება საერთოდ არ ქონდეს არანაირი განსაკუთრებული პრობლემა, მაგრამ ისე წახვიდე ფსიქოლოგთან პროფილაქტიკისთვის, რომ რაღაცას დაგახატინებს, რაღაცა შენ ინტელექტის ტიპს გეტყვის, შენ ემოციურ ტიპს გეტყვის, რანაირი ხარ, არ არის აუცილებელი, რომ რაღაც დარღვევები ან პრობლემები გქონდეს, ხო? ფსიქოლოგია არის უბრალოდ მეტი ინფორმაციის გაგებისთვის შენ თავზე და თუ მშობელს ეს არ შეუძლია და რა თქმა უნდა ხო პროფესიონალი უფრო კარგად გაიგებს ამას ვიდრე მშობელი, ხო? შენ ფსიქოტიპს და ფსიქოემოციურ მდგომარეობას. ამისთვის აუცილებელია. რომ რაღა ერთხელ მაინც ცხოვრებაში, ხო? არ არის აუცილებელი სტომატოლოგიით 6 თვეში ერთხელ და რაღაცა, მაგრამ ბავშვის ცხოვრებაში რამდენჯერმე მაინც რომ ფსიქოლოგთან იყოს ნამყოფი, მე მგონი არის აუცილებელი. არა თუ სასურველი. არის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ ბავშვები ესე დავაკონკრეტებ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბავშვებს უფრო მეტი თავისუფლება სჭირდებათ ვიდრე უფროსებს. ეს ფიქრობთ ამ ყველაფერს?
მე მგონი, ხო, ეს ცოტა ისეთი შეკითხვაა, იმიტომ რომ ბავშვები, მე მგონი თქვენ ვერ ხვდებით რამხელა თავისუფლება გაქვთ. ვერ იაზრებთ, იმიტომ რომ ყველა ეგრე არის, საბოლოო ჯამში რომ ვიზრდებით, მერე ვაფასებთ ბავშვობაში რამხელა თავისუფლება მქონდა და ამიტომ მოდი რაღაც დავალებასავით მოგცემ. შენ რომ დააკვირდე უფროსებს ან შემშობლებს და დააკვირდე შენ თავს და შენ გარემოს, თუნდაც იქ სკოლაში დავალებებს და სკოლაში წასვლას და რაღაცებს და შეადარო რამხელა თავისუფლება გაქვთ. მიუხედავად ყველაფრისა, რომ ყველა პრობლემისა და რაც შეიძლება იყოს უკეთესად სკოლაში ან ცოტა დავალებები გინდათ მოგცენ, მეტი დავალებები გინდათ მოგცენ, მაგის მიუხედავად რამხელა თავისუფლება გაგაჩნიათ. შენ რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით? აი ახლა რომ დაფიქრდე. მეც მაგასზე ვარ, იმიტომ რომ ჩემი აზრით ყველა ადამიანს უნდა კონდეს თავისუფლება ერთ დონეზე, ესე რომ ვთქვათ რა, იმიტომ რომ პატარებიც ადამიანები ვართ, უფროსებიც ადამიანები ვართ და ადამიანები არიან და ჩემი აზრით ყველა ადამიანს თავის მხრივად თავისუფლებად მიაჩნია, ერთხელ მაინც უნდა კონდეს გამოცდილი, ესე რომ ვთქვათ. კი, ანუ რაღაცა საკუთარი სივრცე, საკუთარი თავისუფალი დრო და ასე შემდეგ, ხო, ალბათ ამას გულისხმობ. თუ შენ გულისხმობ თავიდან ცხოვრებისეულ თავისუფლებას, სადაც მთლიანად ფინანსურადაც და მორალურადაც და ასე შემდეგ თავისუფალი და დამოუკიდებელი ხარ. დამოუკიდებლობა ჯობია, მაგრამ გააჩნია იმ თავისუფლებასაც. კაი, აბა რას გულისხმობ? აი ყოველდღიურ ამბავში რას გულისხმობ მაგ თავისუფლებაში, რაც შენ გინდა სხვა ბავშვებისთვისაც? რასაც ისურვებთ? თქვათ ერთხელ მაინც რომ ჩატარდეს თქვათ კერძო სკოლებში, მე კერძოში არ დავდივარ, მაგრამ კერძო სკოლებში ვთქვათ, ჩემი აზრით მისაღები იქნება ადრე დავდიოდი, რომ გქონდეთ გაკვეთილები, რომლებიც არა მარტო კერძოში, ზოგან საჯაროშიც არ არის. კითხვის გაკვეთილები, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ბავშვს უყვარს კითხვა, ან თავისუფალი დრო იყოს. ანუ თავისუფალი გაკვეთილები, ესე დამატებითი გაკვეთილები, სხვადასხვა ტიპის წრეები. კი, აი ამის ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ეს კულტურა საქართველოში, ხო? არ აქვს ახლა სკოლას მნიშვნელობა რა დონის არის. ზოგადად კულტურა არ არის ქართულ სკოლაში დამატებითი წრეების ან რაღაც თავისუფალი გაკვეთილების, ხო? მაქსიმუმ თავისუფალი რაც შეიძლება სკოლაში გაიგონო, არის თავისუფალი თემა. რომელიც საბოლოო ჯამში არ არის თავისუფალი, იმიტომ რომ რაღაცა ისა აქვს მოცემულია, რომ აი დაწერე ზაფხულის არ დადეგებს და იმაზე უნდა დაწერო, სხვა რამეზე ვერ დაწერ, ხო? მაგის გარდა ეგეთი რაღაცა არ არსებობს და ძალიან კაი არის შენ ამაზე ფიქრობ, რომ აი რაღაცა სხვადასხვა წრეები რო იყოს, კითხვის საათი, ტექსტის გარჩევა, ფარიკაობა, პინგ-პონგი, რაღაცა განსხვავებული სპორტი, რაც შეიძლება არ იყოს ეგრეთ ცნობილი და გავრცელებული, ხო, რასაც ეზოში ვერ ითამაშებ, ხო, ბავშვებთან ერთად რაღაცა ეგეთი. კი, ეგ არის აუცილებელი, რომ სკოლებში ნელ-ნელა დაინერგოს და არა ისე რაღაცა ფორმალურად, რომ რაღაცა 2 საათის მერე 2 საათი აუცილებლად უნდა აირჩიო რაღაცა წრე, რომელიც იდეაში იგივე გაკვეთილია, რაც მანამდე ტარდებოდა. ეგრე არა, აი ნამდვილი თავისუფალი საათები, რასაც ქვია, სადაც ბავშვები მართლა ენთუზიაზმით და ინტერესით ირჩევენ. აი ვიღაცა არის მოყვარული მაგალითად ფილმების, ხო? და ფილმებზე შეუძლია ლაპარაკი მთელი დღე და მთელი საათი. შეუძლია რომ ის ბავშვები შეიკრიბოს, ახლა სკოლაში რამდენი ცა უნდა იყოს 20 და სკოლის მერე რაღაც ერთ ფილმს უყურონ და გაარჩიონ. ოღონდ მართლა თავის ინტერესთან გამომდინარე და არა იმიტომ რომ მასწავლებელმა დააძალა, რომ ეხა კითხვის და ფილმის კლუბში ჩაეწერეო. ხო, ამიტომ კი, ამ ბავშვი აბსოლუტურად გეთახმები, რომ ეგ არის აუცილებელი. მე მინდოდა ეთქვები შემეგროვებინა სკოლა სანამ დაამთავრებენ ბავშვები, აი მაგ ასაკის ადამიანებთან, ხო? აბიტურიენტებთან ცოტა მოზარდებთან, ხო, რაღაცა ეგ. და გადავწყვიტე, რომ ან მეკითხა ადამიანებისთვის, უფროსებისთვის კითხვა და მომეტანა შენთან. შენი აზრით, დედას უფრო დიდი როლი უნდა ქონდეს ბავშვის აღზრდაში თუ მამას? ჩემი აზრით, ერთნაირად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ორი განსხვავებული როლია და პლუს ამას ორი განსხვავებული როლია, იქიდან გამომდინარე, ბიჭია თუ გოგო ბავშვი, ხო? იმიტომ რომ გოგოს ცხოვრებაში მამის როლი სხვა არის და აი როგორც კი
კითხავ გოგოებს, ყოველთვის ასახელებენ მამას როგორც ერთ-ერთ მთავარ პიროვნებას მათ ცხოვრებაში და გასაგებია რატომაც, იმიტომ რომ მთავარი, ესე იგი დამცველია მათი და მათი იმედია მამა და ასე შემდეგ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია გოგოს ცხოვრებაში და ბიჭისთვის მამა არის ადამიანი, რომელმასაც შეუძლია ფეხბურთი ეთამაშოს, რომელსაც შეუძლია რაღაც ფიზიკური აქტივობებით დაკავდეს, რომელსაც შეუძლია რაღაცა ისეთი გაანდოს, რომელსაც დედას ვერ ეტყვის და ეს ნორმალური ამბავია. არ არის აუცილებელი რომ ჩვენ ვთქვათ რომ ყველა ერთნაირად იყოს დედაც და მამაც და ყველა ბავშვს ერთნაირად მიუდგეს ან ბავშვი მშობელს ერთნაირად უყურებდეს. არა. და ის კითხვა რო არის ცნობილი დედა უფრო გიყვარს თუ მამაო, მაგაზე პასუხი ერთადერთია, ხო, ორივე უყვარს ბავშვს, უაჭველი გარანტირებულად, უბრალოდ თავისებურად უყვარს ორივე. აი დედა უყვარს მგრძნობიარეთ უფრო, იმიტომ რომ დედა არის, იმიტომ რომ რაღაც სენსიტიურია მისთვის დედობა, იმიტომ რომ უვლის, იმიტომ რომ მან გააჩინა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მამა უყვარს, იმიტომ რომ მამა არის მისის დასაყრდნელი ძლიერი პიროვნება, რომელსაც შეუძლია რაღაცა ისეთი განუხილოს, რასაც დედას ვერ ეტყვის და მათ შორის ემეგობროს. აი ნამდვილი მეგობარი იყოს მისთვის და ნამდვილი, ესე იგი, თამაშის დროს იყოს ერთ-ერთი პარტნიორი, ხო? რასაც შევა დედა ვერ ახერხებს. ამიტომ ჩემი აზრით ეს ყველაფერი არის სწორი და არ უნდა თქვათ ისე, რომ დედამ და მამამ ბავშვი ერთნაირად გაზარდოს და ბავშვიც ერთნაირად უყურებდეს ორივეს. დედა უფრო გიყვარს თუ მამა, შენ რო ახსენე, ეხა ცოტა უფრო მაგასგან ვარუცობ, ორივე. ანუ რო ამბობენ ბავშვები, ერთი უნდა ერჩიო, ვერ ერჩევენ ერთს და მე იბნევიან. კი, და სწორია რომ ვერ ერჩევენ. შეიძლება იმიტომ ვერ ირჩევენ რომ რაღაცა წნეხი არ წამოვიდეს მათზე თანატოლების გასაგებად როგორ გიყვარს მამა უფრო ვიდრე დედა ან პირიქით, ხო? მაგრამ მე მგონია მართლა ვერ ირჩევენ და იმიტომ რომ მართლა ძალიან რთული არჩევა, იმიტომ რომ ეს ხო გზნობები კომპლექსური ამბავია, მათ შორის რთული ამბავია, ხო, სიყვარულის და ერთი ადამიანის ხო, აი კატა ცხოველების მოყვარულს, კატაც შეიძლება უყვარდეს და ძაღლიც, ხო? კატა რაღაცა სხვა მიზეზებით უყვარს, ძაღლი რაღაცა სხვა მიზეზებით უყვარს. არ არის აუცილებელი ყველაფერი ერთნაირად გიყვარდეს რაღაცა გაგებით. შეიძლება ორი რაღაცა ძალიან გიყვარდეს, მაგრამ ორივე განსხვავებული მიზეზებით. აი იგივე ამბავია დედა და მამას შორის. შეუძლებელია ბავშვს ეხა დედმამა არ უყვარდეს და ისიც შეუძლებელია რომ ერთი ძალიან უყვარდეს ვიდრე მეორე, მაგრამ თუ უყვარს რაღაც განსხვავებული დამოკიდებულებები და შეხედულებები აქვს მის მიმართ და ამიტომ ვეთანხმები იმ ბავშვებს, ვინც ამბობენ ორივეო, ფიქრობ რომ მართლა ეგრე ფიქრობენ. ორივე უყვართ ძალიან. რას ფიქრობთ 21 საუკუნეში წიგნებით უფრო განვითარდები თუ უსასრულო ინფორმაციის ინტერნეტით? შენ როგორ ფიქრობ? შენი შეკითხვა, შენი პასუხი მაინტერესებს ამას. ჩემი აზრით ნაწილობრივ წიგნებით, ემოციურად წიგნებით და ზოგადად ისეთ განათლებით, თქვათ ესე რომ ვთქვათ ტექნოლოგიური და ეგეთი განვითარებით ინტერნეტი. ძალიან კარგი პასუხი. აი ძალიან კარგი პასუხია. ზუსტად ჩავლე იმ არს რაც არის, იმიტომ რომ რაც არ უნდა, ესე იგი, რა ტექნოლოგიები და ChatGPT-ს არ კითხო ინფორმაცია, ხო? ყველანაირი ინფორმაცია წამოსული იქიდან არის მშრალი, რობოტული. ხო, ის ხო ადამიანი არ გელაპარაკება, ვინც ამას პასუხობს. ის არის რაღაც ნაკრები სხვადასხვა ადამიანის ნაზრევიდან, რომელიც საბოლოო ჯამში კარგავს სახეს. აი ვიღაცამ რაღაც წინადადება თავისებურად დაწერა. მეორე ადამიანმა წინადადება თავისებურად დაწერა, ხო? რა გააკეთა ეხა ინტერნეტმა? მოგცა ამათი ნაკრები, რომელიც გადამულია ერთმანეთზე, არ სტილურად შეიძლება არ ემთხვეოდეს ერთმანეთს და ანუ სული აქვს დაკარგული ფაქტობრივად, ხო? აი სულის რაღაცნაირად ისა ზერელად რო გამოვიყენოთ ეს სიტყვა. და რაც შეეხება წიგნებს, წიგნები გაძლევენ ერთი ადამიანის ნაზრევს და თან მხატვრულ ნაზრევს, რომელიც არის აუცილებელი შენი განვითარებისთვის ისევე როგორც სულიერი თვალსაზრისით, რომ სიამოვნება მიიღო, ხო? აი იმ საკითხვისგან. ასევე მორალური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეგეთ ლიტერატურა ბევრს გაძლევს ცხოვრების შესახებ. ბევრი ინფორმაციას იძლევა ცხოვრების შესახებ, რასაც როგორც წესი ახლა ინტერნეტში და ასევე ChatGPT, Google და ასე შემდეგ სერვისები ვერ მოგაწოდებენ, მით უმეტეს რაღაცა პატარა ტექსტად, ხო? მთლიანი წიგნები უნდა წაიკითხო, თავიდან ბოლომდე მთელი კონტექსტი უნდა გაიაზრო. აი ადამიანი რატომ მოიქცა ისე, რატომ მოიქცა ესე, ეს რატო გააკეთა, ამის გამო რა დაემართა, წიგნის ბოლოში უნდა გახვიდე, რომ გაიგო შედეგი, ხო? თავისმა ქმედებებმა საბოლოო ჯამში რა შედეგამდი მიიყვანა და ამასთან ავტორი არ გეუბნება პირდაპირ. ავტორი გაჩვენებს მთელ გზას, როცა წიგნს კითხულობ, ხო, სიტყვაზე, მხატვრულს ამ შემთხვევაში.
თელ გზას გაჩვენებს და ბოლოს შენ თვითონ ხვდები ინტუიციურად. შეიძლება საერთოდ არ კონდეს გააზრებული 200 წიგნი კონდეს საკითხული ცხოვრებაში, ან 2000 ან 20000 და საერთოდ არ გახსოვდეს. ეხლა ზუსტად რა როგორ მოხდა, მაგრამ ეს ყველაფერი ილექება შენ ტვინში და საბოლოო ჯამში იცი ინტუიციურად რა დროს როგორ უნდა მოიქცო და რა ტიპის ქმედებები სადამდე მიგიყვანს, ხო? მაგალითად, თამაში დალევა და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში რამ შედეგები შეიძლება მოიტანოს, ხო, ბევრ წიგნში და მხატვრული ლიტერატურაში არის განხილული. ანუ არა მარტო მხატვრული ღირებულება აქვს და ესთეტიური ღირებულება, რომ კითხულობ ლამაზი სიტყვებით მოცემული ლამაზ წინადადებებს, ბუნების აღწერა და ასე შემდეგ. არამედ აქვს პირდაპირ ცხოვრებისეული დატვირთვაც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ესე იგი ChatGPT პროფესიული თვალსაზრისით, ხო, რომ განვითარდე და ტექნოლოგიური ცოდნა მიიღო და ტექნიკური ცოდნა მიიღო და ისეთ რამეებზე პასუხობს, ხანდახან მეც გაუგნებული ვარ, როგორ ხვდება მე ისი კითხვა მინდა და როგორ ზუსტად მეუნება პასუხს ბევრ რაღაცა ინფორმაციაზე, რასაც მანამდე შეიძლება ენციკლოპედიებში წამეკითხა, ხო, მთელი დღე ჩამჯდომოდი. და ამიტომ აი შეუდარებელი რაღაცა წარმოუდგინეთ, ჯერ ვერც ვიაზრებთ რა დიდი რაღაცა არის ინტერნეტი და ChatGPT, Google და ასე შემდეგ. მაგრამ აი ეს ამის ჩამონაცვლებელი ნამდვილად ვერანაირად ვერ იქნება, ახლოსაც არ არის, საერთოდ სხვა რაღაცა. მოდით დაგიცნო ახლა ბოლო კითხვას. უფროს თაობას უფრო მოსწონს ქართული ცეკვები, რაც ჰიპ-ჰოპ ცეკვების განვითარება უშლის ხელს და ჩემი აზრით, როცა ადამიანი ქართულ ცეკვას ცეკვავს და უფროს თაობა აქებს, ის ღებულობს მუხტს და როცა ჰიპ-ჰოპს ცეკვავს ადამიანი, როცა დედმამის ბებია-ბაბუების თაობა არ აქებს, ჩემი აზრით, ეს უფრო დაბალ დონეზე დაჰყავს, მაგრამ ის ცდილობს, რომ ავიდეს მაღალ დონეზე, მაგრამ მერე ანებებს ამ ცეკვას თავს, მერე ფიქრობს, რომ ქართული ცეკვა უკეთესია, მერე ქართული ცეკვას ცეკვავს და არ მოწონს ეს ქართული ცეკვა. რას ფიქრობთ? და შენ ხო არ ქონია მსგავსი შემთხვევა თუ სხვების მაგალითზე მეუბნე? სხვების მაგალითზე. და რატო შეგაწუხა ამ საკითხს, უცებ რომ მითხრა და? იმიტომ რომ ეხა ძალიან ბევრი ცეკვავს ესე რომ ვთქვათ ამერიკულ ცეკვებს. აჰა, ანუ ეხა უკვე დაიწყეს, ხო? ცეკვა. და ქართულ ცეკვებს უფრო ცოტა ცეკვავს, მაგრამ ცეკვავს რა, საკმაოდ ბევრი. და ამაზე მეჩნდება სულ კითხვა, რატომ ეჯიბრება ეს ორი ერთმანეთს. ან უფროსები რატო აქებენ ქართულ ცეკვებს და არა ამერიკულ. ნუ არ ესმით, ხო, მათ რაც იციან, იმას უყურებენ და იმ შეფასება შეუძლია. ხა მე რაღაც ადამიანი, მე შემიძლია შეგაფასო შენ ფეხბურთს როგორ თამაშობ. მაგრამ მე ვარ შეგაფასებ შენ ჰოკეის როგორ თამაშობ, იმიტომ რომ არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. ამიტომ მე ხა ორი ბავშვი რომ მყავდეს ეზოში მეზობელი, ფეხბურთს ვინც თამაშობს, იმას უფრო შევაქებ და იმასთან უფრო მექნება ურთიერთობა მაგალითად მაგამ ბავშვი, ხო? რაღაცებს დაველაპარაკები ვიდრე ბავშვი, რომელიც ჰოკეის თამაშობს. ამიტომ ეგ ჩვეულებრივი და ბუნებრივი ამბავია, რომ რაც არ იციან, ეხლა იმას ვერ დააფასებენ და რაც იციან და მათთვის სანუკვარია და არა მარტო იციან, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, ხო, საკრალური ამბავია, იმას ახალისებენ და აქებენ და პლუს ამას, რა თქმა უნდა, ესთეტიური დატვირთვაც აქვს, ხო? ეხლა მათთვის მნიშვნელოვანია, მათი ნაცეცავი ბავშვი, ბიჭი, თუნდაც გოგოც კარგად ცეკვავდეს და თქვათ რაღაც ღონისძიებებზე ქორწილი იქნება თუ დაბადების დღე ასე შემდეგ შეახედონ ნახე ნათესავებს, რომ ნახე როგორ ცეკვავს ჩემი ბიჭიო, ჩემი გოგო, ნახე რა ლამაზიაო და ასე შემდეგ. ხო და მართლა ამ ამბავში ქართული ცეკვა უპირატესია. ხო, იმიტომ რომ ეხლა ქორწილში ნაკლებად სავარაუდო ბრეიქ დანსით ვიღაცა გამოვიდეს სცენაზე, ხო? და ქართული ცეკვის ცეკვა ძალიან მარტივად და თამამად შეგიძლია. ამიტომ ეგ მფიქრობ, რომ ნორმალური. მაგაში არ არის არაფერი ისეთ განსაკუთრებული. სულ ეს არის. მე მგონი საკვირესი ვლაპარაკე ამ თემაზე და დაგაკმაყოფილა პასუხმა თუ? კი. და ძალიან მომეწონა შენი პასუხი, იმიტომ რომ აზრიანიც იყო, დამაფიქრებელიც და ძალიან საინტერესოც. კი ბატონო, მადლობა შევეცადე. ეხლა შენგან მაინტერესებს ამ გადამოცემის არ მარტო ამ კითხვაზე, აი ზოგადად მთელ ამ შეკითხვებზე თუ გავეცი შენ შეკითხვის პასუხი ისე როგორც შენ გინდოდა და ვარაუდობდი და დაკმაყოფილდი. შენი პასუხები ძალიან მომეწონა და ძალიან კმაყოფილი.
ძალიან კარგი. მადლობა. ძალიან კარგი. ძალიან მიხარია, ეს იყო ჩემი მთავარი მისია დღეს აქ. მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო და იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო და ელოდეთ შემდეგ გადაცემას. მადლობა მოწვევისთვის. და წარმატებები შემდეგ სტუმარს ამ საკმაოდ არა მარტივ საქმესთან გამყარებაში.